მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს მე დიდად არაფერზე გესაუბრებით, უმეტესად დავსვამ კითხვებს და თქვენ უნდა მიპასუხოთ თქვენი კომენტარებით, ან თქვენი მოქმედებებით თუ რას აპირებთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხოთ და დაგისვათ პირველი კითხვა. როდესაც კოლაბორაციონისტი რეჟიმი რომელმაც გაგიყალბათ არჩევნები და თავზე დაგახიათ კონსტიტუცია და შეგიგინათ გმირები, აი როდესაც ამ რეჟიმმა გადაწყვიტა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი სახელმწიფო სტრუქტურების გაუქმება, ნეტარ რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების სეპარატისტული ადმინისტრაციების აღიარება. როდესაც დევნილობაში მყოფი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონების მთავრობები, დევნილობაში მყოფი სტრუქტურები გაუქმდება, ეს რას ნიშნავს? ვის უხარია ეს ყველაზე მეტად? რასაკვირველია სეპარატისტებს, რომლებიც ამას მიესალმებიან თავიანთ პრესაში. და ნელ-ნელა მოელიან იმას, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აღიარებს მათ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. და ეს უკვე ხდება დაჩქარებული ტემპებით. ისე როგორც ქართული ოპოზიციის გაუქმება რუსული რეჟიმის მიერ. ყველაფერი დაჩქარებული ტემპებით მისდა. დღეს უკვე ჩამოფრინდა სოხუმის აეროპორტიდან კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი. და კიდევ რამდენი რამ ხდება, რომელიც თქვენ არ იცით. უპირველეს ყოვლისა დევნილებმა უნდა გამოხატონ ამის მიმართ ინტერესი. ასე არ გაინტერესებდათ აფხაზეთშიც, როდესაც თქვენი აფხაზი მეზობლები იარაღდებოდნენ და მერე რაც მოხდა ხომ ყველა მიცის. ვისაც ღვინოს ასმევდით და ვისაც ხაჭაპურს აჭმევდით და სხვა კერძებს, მაგათმა თქვენ რა დაგაწიეს ხო იცით. და სეპარატისტები ახლა უარესს აპირებენ. მარტო მათი კომენტარები რა დღირს, რომ ჩვენ ვაპირებთო ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი თბილისის აღებასო. ასე ამბობდნენ ისინი გაგრაზე, ასე ამბობდნენ ისინი სოხუმზე და აიღეს კიდეც ეს ქალაქები. როდესაც მათ ჩააბარეს ეს ქალაქები, რადგანაც ქართული არმია განიარაღებულ იქნა. ახლა კი რას აკეთებს ეს რუსული რეჟიმი? ცდილობს დაასუსტოს ქართული არმია, კახადოს ის რუსეთის მოკავშირე და უბრძოლველად გაასხვისოს საქართველოს ტერიტორიები. ტყუილად როდი იყო საუბარი, რომ უფრო მეტი რუსი ტურისტი გჭირდება აქ და რუსული ინვესტიციები და რუსეთთან მეგობრობა, თითქოს და ეს არ დაუტოვებსო შანს რუსულ მუხლუხოებს, რომ საქართველო გათელონ. ნამდვილად არ დაუტოვებს შანს, იმიტომ რომ რუსებს არ დაჭირდებათ მუხლუხოები, ისინი უომრად აგიღებენ. და ეს ბევრ რამეს უნდა ნიშნავდეს თქვენთვის, როდესაც უკვე გაუქმებულია ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან დევნილი სახელმწიფო სტრუქტურები. ანუ სამაჩაბლოს მთავრობა, ადმინისტრაცია, რომელიც იყო დევნილი და მდებარეობდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის შალვა პაპუაშვილისნაირი პრორუსი პოლიტიკოსების წყალობით გაუქმდა. ახლა იგივე ჯერი დგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაზე, რომელიც მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის გაუქმება უნდა რუსულ რეჟიმს. და რას გეგმავს ნეტა დევნილები შეეგუებიან ამასაც შეჭამენ? თუ ყველაფერი უნდა ჭამოთ, რასაც დაგიდებენ, დამცირება, გმირების შეურაცხყოფა, დაგავიწყდათ, რას აკეთებდნენ? ახლა იგივე განმეორდება. თქვენ სეპარატისტების კომენტარები წაიკითხეთ. ჯერ მარტო მერას მწერდნენ. შენ ვის მხარეს დგახარო? ჩვენ მალე ქუთაისსა თბილისს ავიღებთო და გადმოდიო ჩვენ მხარეზეო, რაზეც მე პასუხად მივწერე. რუსკი ვაიენნი კორაბლь, იდი ნახუй. და ასე ვეთქვი ყოველ სეპარატისტს. ისინი უკვე ამბობენ, რომ ქართველებს თავებს დააჭრიან. ამას ამბობენ აფსუები და ოსები. და აგრეთვე
მრავალი მათნი მსგავსნი გადაგვარებული ქართველებიც, რომლებიც სეპარატისტების ხარეზე არიან. თქვენ ეს არ გაღელვებთ. სხვა შორის ზოგიერთ სეპარატისტი იმდენად ლაჩარია, რომ უკვე თავის მრისხანე კომენტარებსაც შლის, იმიტომ რომ იციან, რომ ეს არის მათ წინააღმდეგ პირდაპირი კომპრომატი. თქვენ კი ეს წაიღრუეთ. სხვა შორის ქართული შსს და სუსის პრორუსულ ნაწილს მინდა მივმართო. კიდევ კარგი რომ ეს სტრუქტურები მთლიანად არ არიან რუსეთის კონტროლქვეშ. ბიჭო, თქვენ ჩაგანაცვლებენ ისე როგორც აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში აფხაზებს და ოსებს ანაცვლებენ რუსები და მთლიანად მათი ადმინისტრაცია სეპარატისტული ემორჩილება უკვე რუსულ სამხედრო ადმინისტრაციას. გაგრეკავენ უკრაინის ფრონტზე და არც გადაგიხდიან ფულს, როგორც მრავალი მოტყუდა უკვე, ვინც წავიდა რუსეთის ხარეს საბრძოლველად. თუმცა მობილიზებულებს უკვე არ ამგონია პუტინმა გადაუხადოს ფული. ისე როგორც მეკონტრაქტებს არ უხდის ფულს. ის არავის არ გადაუხდის, რომ რუსული ბიუჯეტი არის განადგურებული. რუსეთი ოფიციალურად ამბობს უკვე, რომ 2026-27 წლებში უკვე აღარ იქნება რუსეთში პენსიები. უქმდება. იმიტომ რომ რუსეთი სრულიად ინგრევა. ის მხოლოდ ჩინეთის გარკვეული დოტაციების ხარჯზე თუ არსებობს, იმიტომ რომ ჩინეთს აწყობს რუსეთი, რადგანაც ის გეგმავს, რომ ჯერ დაიკავოს ციმბირი და შუა აზია, შემდეგ კი სამხრეთ კავკასია, რასაც ეს რუსული რეჟიმიც აქ აქტიურად ლობირებს და არაბებსაც ასახლებს, რომ მერე დილემაში გვიქნას, აგერ მუსლიმებით აივსეთო და აგერ რუსები გადაგარჩენო. მაგრამ აქამდე სეპარატისტები უნდა აღიაროს. და ზოგიერთი დევნილი, რომელიც ამას წაიყრუებს, კარგი, გმირები თქვენ დაივიწყეთ. თქვენ აღარ გახსოვთ გმირები, თქვენ გმირები გაყიდეთ ბინებზე. ზოგიერთები, ვინც ქართულ ოცნებას ირჩევთ, იმის შიშით, რომ ბინებს არ მივიღებთ და ასე შემდეგ. რა გინდათ ის ბინები? მაგ ბინებში რუსები იცხოვრებენ. თქვენც ესეთივე სამიზნეები ხართ რუსეთის. როგორიც დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები, შეიძლება ითქვას პირველად თქვენ გაგწირავენ ზვარაკებად, დევნილებო. იმიტომ რომ თქვენ პირველი სამიზნეები ხართ ტრის. ამაზე დაფიქრდით. გეტოებში რო შეგყარათ ამ რეჟიმმა და რომ მონებივით რაღაც იაფფასიანი კორპუსები მოგიგდოთ, ეს გონიათ რამე? სადაც კომპანიები ერთმანეთს ცვლიდნენ მშენებლობისა და რამდენი ფული მოიტეხა. ევროკავშირის ფულითაა ყველა კორპუსი აგებული დევნილებისთვის. თუმცა ამ რეჟიმმა იმდენი რამ მოტეხა, რომ ევროკავშირი რასაკვირველია ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას და იმიტომაც არის, რომ შოქშია, თუ რამხელა კლეპტოკრატიაა საქართველოში. და თქვენ ასეთ რეჟიმს ემონებით, რომელმაც ანწუხელიძეს მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს ყველა გმირს. არ ვიცი რა ვთქვა კიდევ, რა კითხვები დაგისვათ. სინდისი არ გაგაჩნიათ ხალხნო? და კიდევ პარტიებს მინდა უთხრა, რომ და უწუმ ერთმანეთს ძაღლები ვიდგლეჭთ. გაგაუქმებთ ხვალზე ეს რეჟიმი, ისევე როგორც ის აუქმებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ადმინისტრაციას. მთლიანად შემოვაქ რუსული სისტემა და მერე ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. და სულ ერთია ხალხსაც მინდა მივმართო, მე ეს არ შემეხებაო. ასე ფიქრობდა ზოგიერთი აფხაზეთშიც, მე ეს არ შემეხებაო. მაგალითად გალის მოსახლეობის ნაწილი ასე ფიქრობდა, ჩვენ სეპარატისტები არ შეგვეხებიანო, მაგრამ ბოლოს სოხუმის შემდეგ გალში რაც მოხდა ყველა ვიცით. ასე რომ მოკიდეთ ცოტა ჭკუას ხელი და დაფიქრდით, საიდკენ მიგათრევთ ეს რუსული რეჟიმი და ნუ თუ 28 ნოემბერსაც არ გაცემთ სისტემას პასუხს თქვენი პროტესტით. ნუ თუ დადუმდებით და შეარჩენთ ოკუპირებული ტერიტორიების არაპირდაპირ აღიარებას. მეტი როგორ გითხრათ რეჟიმმა, რომ აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები, მაშინ ხო ოფიციალურად გამოაცხადოს. რა არ გამოგიცხადათ, როდესაც რუკა გამოფინა რეჟიმმა აფხაზეთსა სამაჩაბლოს გარეშე. გამოფხიზლდით ქართველებო, გამოფხიზლდით და აიღმაღლეთ ხმა.